შენ ძალიან ბევრს გვამოგზაურებ შენი კონტენტით, ასე ვთქვათ და ჩვენ რაღაცა საინტერესო ამბები მოვიძიეთ, რომელიც უშუალოდ მამაშვილობას ეხება და სიტყვიერად გვამოგზაუროთ, მოდი ჩვენი მაყურებელი სხვადასხვა ქვეყანაში და დავიწყებ. ესე იგი, ჩინეთში ქონიათ საოცარი ტრადიცია, რომელსაც მამაშვილის გაცნობას ეძახიან. და არის რა, როდესაც გაიგებდა ოჯახი, რომ ქალი იყო ორსულად, მამა დაჯდებოდა და სოლს ეფერებოდა მუცეზე და პარალელურად იწყებდა შვილთან საუბარს. და ამის გაგრძელება იყო ძალიან საინტერესო. თუ ბავშვი დაიბადებოდა, ესე იგი ბავშვს მოეწონა მამასთან დიალოგი და მამის საუბარი. მაგრამ თუ მოხდებოდა ისე რომ მუცლის მოშლა იქნებოდა ან რაღაცა, იღებდნენ იმას, როგორც რომ ბავშვმა პროტესტი გამოხატა ამ ფორმით და აღარ გაჩნდა, იმიტომ რომ არ მოეწონა მამასთან საუბარი. ძალიან საინტერესო ტრადიციაა და ნეტად თუ დღემდე არსებობს. კაცი რომ დაბრაკულია, რომ ეს კაცი არ ვარ შვილებთან ლაპარაკი არის ის მუცლიდან. ხო, რაღაც ეგეთი. მეორის მას თუ ვერ ელაპარაკა, მეორეს დაელაპარაკება ეს და ხო, ეგ ძველი ჩინური ტრადიციაა. ძველი ჩინური ტრადიცია, მაგრამ საინტერესო ტრადიციაა. აი, ჩინელი სტუმარი რო გვეყოლება, ეგ გაუცდელად ვკითხო. ეცოდინება თვითონ. მაგრამ ჩინეთში იმხელა და იმდენი ტრადიცია აქვს ჩინეთში. ძალიან ძველია და მაშინ ახლა ევროპაში წავედით. ჩინეთში ხარ ნაყოფი გიგი? არა, მაგრამ ვაპირებ ძალიან დიდ მოგზაურობას ჩინეთამდე. არ დავასპოილერებ. გადავფრინდეთ იქა, გერმანიაში. და ესეთი ტრადიცია ქონიათ, რომელსაც ქვია პოლტერაბენდ. და ოჯახის შექმნას უკავშირდება. სანამ ქორწილი გაიმართება წინა დღეებში, მთელი სანათესაო გოგოსიც და სიძე პატარძლის იკრიბებაო და მთელი სანათესაო დგას და ამტვრევს თეფშებს. ოღონდ იცინია, მხიარულების ამბავია და ამითიო ერთი რაც ვერსია წავიკითხეთ. ერთი ვერსიით ბოროტ სულებს, ესეც ძალიან ძველი ტრადიცია. ბოროტ სულებს რას უშვებიანო? აფრთხობენო. და მეორე ყველაზე ისეთი რაც არის უფრო საინტერესო, ამითი დასაოჯახებლებს ახალგაზრდა წყვილს ეუბნებიან, რომ ცხოვრება ყოველთვის დაალაგებული არ იქნება. შეიძლება რაღაცები დაიმტვრეს, მაგრამ სიყვარული და ერთად ყოფნით ყველაფერს გავამკლავდები და ეს ტრადიციაც ძალიან მომეწონა. ჩვენთანაც ხო რაღაც მსგავსი ახალდაქორწინებულს თეფშს უდევენ და ამტვრევინებენ სახში შესვლა. ჩვენ ხო, იგი საბერძნეთშიც აქვს ეგეთი ტრადიცია, იმისი რა. თეფშების მტვრევის. არ ვიცი. აი ესე ოღონდ არ ვიცი ესე ამტვრევენ რაღაც. ოღონდ ქორწილის დღეს. მე როგორც ვიცი, ქორწილის დღეს აქვს ის. ლადო, მე მყავდა ქურთი მეზობლები რა. ხო და რა როგორი ტრადიცია ქონათ იცი რა მახსოვს? სადარბაზოში შეყავდათ პატარძალი, ზემოდან ვაშლები ესროლეს და ნეტარას ნიშნა. აღარ მახსოვს რა. და ვიცი, მაყურებელს თუ ახსოვს რაღაც ეგეთი თავში სროლა იციან მოკლედ რა რაღაცა ეგეთი უცნაური ამბავი აქვს. კაი, გერმანიიდან იქვე გადავიდეთ ჰოლანდიაში, უпростоრად ნიდერლანდებში, ვერ დავიმა, ვერ მივეჩვიე, რომ ჰოლანდიას ნიდერლანდები დაუძახო. დაუძახე რაც კი. ამსტერდამი დაუძახე უბრალოდ იმდენად. მაგათ ქონიათ სინტერკლასი, რაც ნიდერლანდურ ენაზე ნიშნავს თოვლის ბაბუას, მაგრამ აი ტრადიციასაც ეძახიან, რაღაც საოჯახო ტრადიცია, საოჯახო ტრადიციების ფესტივალი, რომელიც ზამთარში იმართება და თუნდაც გულისხმობს, რა სანათესავი იკრიბება, ქუდში ყრიან სახელებს. ქუდიდან უნდა მოიღო ვიღაცის სახელი და ვისი სახელი შეხვდება იმაზე უნდა დაწერო ლექსი. მერე მიდის ლექსების შეჯიბრი და საუკეთესო ლექსში საუკეთესო ლექსს ვინ დაწერს არის გამარჯვებული და მიდის მთელი ხორხოცი დროს ტარება, ნუ ბუნებრივი ახლა ლუდი არ დაეწუნებათ ჰოლანდიელებს თუ ნიდერლანდელებს ვინც არიან და მიდის მაგარი დროს ტარება სინტერკლასზე და ძალიან დიდი როლი აქვს ამ შემთხვევაში მამას იმის. ეს ეხლაც არის ეგ ტრადიცია. მე მგონი ეხლაც არის. ეხლაც არის, ეგ ძალიან ძველი არ არის ხო როგორც ნახეთ. ისა ცოტა ხანი გატარებაც კი ნათესავებთან და საყვარელ ადამიანებთან იმხელა ენერგიას და მუხტს გვაძლევს, რომ ძალიან მაგარია ესეთი შეკრებები რა, ძალიან მაგარია. ის საქართველოს თვალშორის ესე დიდად არა გვაქვს რაღაც სპეციალი რაღაც მაგალითად ეხლა რა იტალიაში ცხოვრობდი ადრე და ნუ აი აღდგომა რომ მოდიოდა ოღონდ აი შანსი არ იყო რომ ოჯახის რომელიმე წევრი არ ყოფილიყო რა შეკრებაზე რა აი ყველა მეგობარი ვინც ყავდა ყველა მიდიოდა ოჯახებში რა და იმხელა ოჯახი იყო რომ აი ოღონდ რაღაცა ისე იყო რომ მე ვიყავი ერთ-ერთი მეგობარი მყავდა ადრე და იქ მაგის ოჯახში ვიყავი 2 წელი და
მოკლედ ერთი 20 ადამიანი წარმოიდგინე 20-25 ადამიანი ყველა აი საოჯახში ვინც არის საერთოდ და ბევრი ბავშვები და ის იყო და წარმომიდგენი ხე მეთქი საქართველოში ამდენი ბავშვი და ის ხო იქნება წიოკი ყვირილი კი მეთქი და იქ როგორი შვიდად იყვნენ ყველა მეთქი რა ხდება ბავშვები ამდენი კაცი 25 კაცი რო შეყარო ეხა თან ერთი 8 ბავშვით ალბათ რა ვიცი კარჯულ სუპრაზე ჯუზეპე ბაბუას მონაგარი. აუ ეს მომიყვარს ძალიან. არა ხო და იქ კიდე ნახე რა ტრადიცია, როგორი ტრადიცია კი სვავენ, მაგრამ ცოტა ისე სვავენ რა, რაღაცა მოწრუპასავით რა და მე თამაშები არის რა, ძალიან ბევრი თამაშები ქონდათ რაღაც კარტით იმით და თელ ოჯახს რა. და მაგრამ იტალიაში ძალიან ისაა და ყველაზე საინტერესო რაც აღმოაჩინე სამხრეთ იტალიაში ესეთი ტრადიცია აქვს ახალ წელზე აქვს იმას ოღონდ ფლავს აკეთებენ. ანუ ფლავი პირველად გავიგე ესე ხოჩი ოღონდ არის ეს ფოჯაა რა რაღაც პატარა რეგიონია რა და რაღაც შემთხვევით აქეთ იყო ეს გოგო და ანუ რო გასინჯა ეს არის რომ რაღაც სახელი თქვა რა და მე ინგრედიენტები რო შევადარეთ იგივე ინგრედიენტებით აკეთებ ფლავს ჩვენ რასაც ვაკეთებთ იქ და ეგ ძალიან ისეთი სოფლიოში ფლავს ესე ძალიან ისე აკეთებენ იგივე ინგრედიენტებით ჰა? ხო, მაგრამ იქ სხვანაირი ის არის ინგრედიენტები, რასაც უშვებიან და ხო, და იმეთი ჩვენნაირი იყო ზუსტად და ძალიან ისეთი კიბე ყველაფერი. მე პირადად მხოლოდ ფილმებიდან შემიძლია ამ დასკვნის გამოტანა. საშობაოდ ძალიან ოჯახურის, შობაც ოჯახურისა დღესასწაული რა. ევროპაშიც, ამერიკაშიც ყოველ შემთხვევაში ფილმებში როგორ ჩანს. არა, ეგრეა. არა, მე რაც ნანახი ამერიკაში. შობაც და ქრისტიანულ ქვეყნებში ალბათ აღდგომაც. ხო, აღდგომა კი, აღდგომა ძალიან. აღდგომა პირი უფრო ისაა რა და შობაც. ანუ აი გორი ის აქვს, რომ ყველა ოჯახის წევრი ის არის რა. მიშო გამოგზაურებ კიდე სადმე თუ ტრინიდადი და ტობაგოც ხომ არ დაგიგლაშ ქრავს შემთხვევით. და იქაც პრინციპში ხა ევროპელების მსგავსი ის არის, წელიწადში რაღაც ერთხელ თურმე მთელ ქვეყანაში აქვს ეგეთი ის ბებიებთან, ბაბუებთან, უფროს თაობასთან მოკლედ ახალგაზრდები მიდიან. და მთელი მუღამი ის არის რომ მე შეკრებილი სანათესაო მიდის ტყეში სალაშქროთ. იქ დიდ კოცონს ანთებენო. საგვარეულო დიდი ბაბუებების ამბებს უყვებიან და ეს იატარებენ მთელ ღამეს და ესეც ძალიან მაგარი იქნება დარწმუნებული ვარ რა. ეხლა წარმოიდგინე კოცონთან რა მაგარია როზი ხარ და საშიში ისტორიებს რო ისმენა საინტერესო. ძალიან რა იქნება. გიგი, ოჯახი ყველა ქვეყანაში ძვირფასია, მოკლედ იმის თქვა გვინდოდა და გიგიმაც მოგვაშველა ძალიან კარგი ისტორიები.